სალმებით ძვირფასო მეგობრებო, კაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. რაც შეეხება გამოვაცხადე ბუმერანგი, რომელიც ჩატარდება 25 დეკემბერს. ბარაქისთვის არის ძალიან კარგი, სხვათა შორის 17 დეკემბერი რომ იცოდეთ. მე პირადად ძალიან კარგად მაქვს დაცილი და წარმატებისთვის ზოგადად და სახალწლო ბოქსები, სადაც იქნება, რა თქმა უნდა, ქისა, ეს იქნება ბარაქით, სავსე ქისა, ზუსტად განახებთ დაახლოებით 10 დღეში რა იქნება მასში, რა ქვია, ბოქსში, მაგრამ ახსნით, აგიხსნით ბარაქის ქისა და ყველაფერი იქნება მოთავსებული აბსოლუტურად, მთელი ნაკრები იქნება, რასაც მოაქვს ზოგადად ბარაქა, ამულეტები სავსე. რა თქმა უნდა, იქნება სამაჯურები, ჩვეულებრივად თქვენზე მორგებული, ნატურალური ქვები და რა პლასმასები, ვისაც უნდა დამატებით ჩადოს დამცავი, მაშინ ესეც იქნება. შესაბამისად, იქნება ეთერზეთები, ჩემოკარგებო, ფინანსების სიყვარულის დაცვა, სამივე მთლიან ბოქსში, რა თქმა უნდა, ვისაც უფრო ბიუჯეტური უნდა, იქ იქნება პატარები და არ იქნება დავუშვათ ესეთი დიდი ფორმებით მოცემული და დავუშვათ ხარისხი იგივე იქნება, რა თქმა უნდა. ასევე გამწმენდი სანთლები სახლისთვის ძალიან კარგი არის წინა სახალხო პერიოდში გააწმინდოთ, გაასუფთავოთ, ახალ წელს შეხვდეთ ენერგეტიკულად მთლიანად, ესე რომ ვთქვათ, გადატვირთული ახალ ვიბრაციებზე და ასევე იქნება სურნელოვანი გამწმენდი ჭხირები. ხო, რა თქმა უნდა, იქნება პატარა ლატუნის ბარაქის, ოღონდ ბარაქა რომ აქვს ისეთი ცხენი, იმიტომ რომ ცხენის წელიწადი მოდის და პატარა სიურპრიზი საახალწლო დანამატი აქსესუარი, ესე რომ ვთქვათ, აქსესუარები. უბრალოდ ჩემი ხელით დამზადებული აბსოლუტურად ყველაფერი პატარა. რაც შეეხება ბუმერანგის რიტუალს, თუ კი ახლა ვინმეს გონიათ, რომ ეს არის, რომ თქვენ დაზარალდებით, თქვენ არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდებით, იმიტომ რომ ეს არის რიტუალი, მუშაობს ესეთნაირად, ვისაც ეკუთვნის. დაუბრუნებთ, უბრალოდ თქვენ არ ელოდებით ახლა ესეთ მომენტს, რომ ღმერთი გადაუხდის, რა ვიცი მე თუ იმ ცხოვრებაში მოთხოვს თუ არ მოთხოვს, ვისაც რა ეკუთვნის, დაუბრუნდეს ის. თქვენი ენერგეტიკა ამ დროს სუფთავდება, რა თქმა უნდა, დაცვაც იწმინდება, დაცვაც ედება, ცოტა და რამეს არ არის ახლა რაღაცა ესეთი ძლიერი, მაგრამ იმ მომენტში თქვენთვის საკმარისი არის. და შესაბამისად ფინანსური ენერგიაც იწმინდება და ყველაფერი იწმინდება. ნებისმიერი კუთხით, ვინც გაზიანებთ, გაზარალებთ, დაუბრუნდეს თავისი ბოროტება, მას და ჩაგეხსნათ თქვენ. ეს არ არის ბოროტება, ეს არ არის ვინმეზე მიზანმიმართულად დაზიანება, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ეხლა აქ მოიხსენებთ და რაღაცა ბუმერანგი თვითონ სიტყვა გეუბნებათ, ხო? ეს არის დაბრუნება უკან. კარგს ისურვებთ, კარგი დაუბრუნდება, კაცო, მაგით ვინმეს კონკრეტულად არ აზიანებ, ეს არ არის მაგ რიტუალი, რომ იცოდეთ და არ აგერიოთ ერთმანეთიდან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან, ასე ვთქვათ, რადიკალურად განსხვავდება ეს ყველაფერი, ხო? ხო და შესაბამისად ეს არის უბრალოდ ასე ვიტყოდი, სამართლიანობა, კანონზომიერება, აქ თქვენი ბალანსი არ ირღვევა, თქვენ დავუშვათ რომ დაზიანდეთ რამეთი. კი ბატონო. ხო, საახალწლო ქისაში იქნება ფინანსური თქვენი პირდაპირ თილისმაც, რომელიც მორგებული იქნება თქვენზე, გააქტიურებული, ხო, თქვენი მონაცემები, თქვენი ფინანსური კოდი და ასე შემდეგ. კარგით, ნახოთ, ფინანსური კოდის გარეშე ადამიანებს აქვს თავისი ციფრი, რომელიც ერთი ციფრი არის, რომელიც ფინანსურ არხს, მოდი ასე ვთქვათ, ხსნის, ჩემოკარგებო. მე არ მომისმენია, სადმე კი კოდებზე რაღაცებზე საუბრობენ, მაგრამ ეს კონკრეტული გაიჟღერებინოთ, ვინმე ბოლომდე მაინც არ გაგიმხელს არავინ არაფერს, რომ იცოდეთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება უკვე შეფუთული ისეთნაირად და დამუშავებული, რომ უნდა სატარებელი, მოდი ასე ვთქვათ. კარგით, ნახოთ რჩევა ეხლა ვისთვის რა არის.
ხო, რაც შეეხება ჩემს გაშლებთან დაკავშირებით, სავსებით ვამბობ, რომ ყველა გაშლა თქვენ არ მოგერგებათ. წასული 5 წლის დასრულებული ურთიერთობები თქვენ არ მოგერგებათ, ადამიანის სხვა ურთიერთობაშია და უცოლო ბიჭზე მაქვს წინა სიტყვა სიგნიფიკაცია, რასაც ქვია, ხომ და მოусმინოთ უცოლო კაცზე ვაკეთებ აქცენტს და ადამიანი პოსტავს, რომ იცით რა არის, ძლიერი ვარ, დიდი ხანია სხვასთან არის გავუშვი, სხვასთან თუ არის უცოლო რანაირად არის ნუ გადამრიეთ. უცოლო იცით რას ნიშნავს? რო არავისთან არ არის. ამჯერად ყოველ შემთხვევაში ამას ნიშნავს. ძალიან ცუდი ამ ყველაფერზე, რომ ასე ვთქვათ, საუბარი მიწევს, ხო? მერე კიდე ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ თუ თქვენ წმენდები არ გაქვთ ჩატარებული, თუ თქვენთან არის ძალიან დიდი დაზიანებები, მაშინ ეს გაშლები, კი ბატონო, მიუღებლობა გააკეთეთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება რაღაცები, ასე ადვილად შეიცვალოს ხალხმა. როდის იყო ახლა სიმსივნით ავადმყოფი ადამიანი, კარგად იქნება, კი, ღმერთით კარგად ვიქნები და მართლა კარგად იყოს ის. ესენი გაიაზროთ. კი ბატონო, გააკეთეთ მიმღებლობა. რაც შეეხება აქ სრული გარდათ ახლა დასასრული დავუშვათ, ვინც კარმულ პერიოდში იყავით, წინსვლა რჩევა რა არის. იმოქმედეს სწრაფად, იმოქმედეთ, აი მოქმედებაზე გადადეთ, სრული მოქმედება მიფიქსირდება, აქ იყავით გულწრფელი, ასევე რა თქმა უნდა. ყველა გზა გახსნილია და გამოსავალი ნაპოვია, იყავით კომუნიკაბელური კომუნიკაცია, ბევრ ადამიანს არ ვიცი, რა თმე გაჩნიათ, კომუნიკაცია არის საზოგადოებად შემოკარგებო. როგორ ახსნა უფრო ვრცლად ეგ სიტყვა. კომუნიკაცია არის რეკლამა, კომუნიკაცია არის, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ თავის წარჩინება რა, გამოჩენა, საუბარი, აზრის გამოხატვა. თუმცა ეხლა იცით რა არის საზოგადოება, მაინც არის, მე ასე გეტყოთ, ეხლა რაც არ უნდა გულზე მოვხვდეთ, უბრბო უმეტესი ნაწილი. ამ ბრბო საზოგადოებაზე მე არ მაქვს საუბარი, ესეთ ხალხთან კომუნიკაცია არც უნდა გქონდეს და მაქსიმალურად თუ კი შეხედავთ, რომ შემოტევაა რაღაციდან, მაქსიმალურად უნდა დაიცვათ პირიქით თავი და დაიხიოთ თქვენ უკან, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს სინამდვილეში არც თქვენი აზრით, ერთი პატარა რაღაცა თუ დაინახენ ან თვალში არ მოეწონათ, წამოიკიდავენ მხრებზე, სიტყვაზე და აყვებიან ერთმანეთს და გადაგივლიან თავზე. სინამდვილეში არაფრის გამკეთებელი ეს ხალხი არ არის, ესენი არიან ხალხი ვამპირები, რომლებიც დედა აქეთ იშვერენ თიც რომ იცოდეთ. ესეთი საზოგადოებიდან პირიქით თავი უნდა დაიკავოთ. მე ვსაუბრობ აქ ჯანსაღ კომუნიკაციაზე უკვე. რომ იცოდეთ. საერთოდ არც უნდა გაუკეთოთ კომენტარი, თუმცა ახლა ბლოგერობა და რაღაცეები თუ გინდათ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ პასუხიც გასცეთ, ხმაურთმეული არ ახართ. მაგრამ ყოველთვის იქნებიან ხალხი, რომლებიც ზედაპირულად აზროვნების გარეშე, არც თავი იცის, არც ბოლო იცის, მოდი ასე ვთქვათ, გამოიტანონ რაღაცა დასკვნები და გაქცენ პასუხები. ესეთ ხალხს არ უნდა მოусმინოთ. და ესეთ ხალხის კომუნიკაცია არც უნდა გჭირდებოდეთ წესით, მაგრამ ეხლა თუ ეს გჭირდებათ პოპულარობისთვის, კი ბატონო, შეგიძლიათ ეს ხერხიც გამოიყენოთ, საკმაოდ ძალიან კარგად მუშაობს, სხვათა შორის ლანძღვა, გინება, ესეთი რაღაცა, მერე პასუხები, მერე კიდე დაგიპოსტავენ, მერე იმაზე უპასუხებ, всё, ამასობაში მთელმა საქართველომ გაგიცნოთ. საქართველო არა მსოფლიო. რაც შეეხება აქ თქვენთან მიმართებაში რჩევა. აქ ცოტა აი ეს აქტიურობის მომენტი დაგიფიქსირეთ მე ფაქტიურად თქვენ რომელიც უნდა გააკეთოთ, გამოიყენოთ და გადადიხართ სრულ თავდაცვითი პოზიციაც კი ბატონო, სრულ ნაყოფიერებაში ამ შემთხვევაში. რაც შეეხება აქ არის კი ბატონო ცოტა ბარიერი, თითქოს რაღაც არ გამოგდით. მაგრამ აქ ცოტა გჭირდებათ მე ვიტყოდი კორექტირება, შესაძლებელია რაღაცა მართლა ისე იმოქმედეთ ან გააკეთეთ რაღაც, ხო? აი გადაადგილება, თითქოს წინსვლა, ბარიერის გარღვევა, რაღაც არის აქ შემაფერხებელი. შესაძლებელია ეს იყოს ზუსტად მინიშნება. მოდი შეჩერდი ცოტა
ამ ბარიერის გამო, სადაც ბარიერს გრძნობთ რა საკითხშიც და მოდი ნახეთ შეჩერდი და დაფიქრდი. მე პირიქით წინსვლა და კომუნიკაციაზე, ხო? ეს კომუნიკაცია არის სწორი მიმართულება, სწორად ისაუბრე, სიმართლე თქვი სიტყვაზე. ამ შემთხვევაში თქვენ ეს მოგეხმარებათ უკვე წინსვლაში, მაგრამ თუ აქ პირიქით არის რაღაცები და არ გამოგდით დაუშვათ ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში უნდა შეჩერდეთ, უნდა გააჩეროთ, რა ვიცი, თუნდაც უკან დაიხიოთ. შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ დრო გჭირდებოდეთ რაღაცაში, ხო? ამ წინსვლის თქვის თქვენ რაც გინდათ, კი ბატონო, ზუსტად წინსვლა დამიფიქსირდა. რაც მოგიტანთ კი ნაყოფიერებას. რაც მოგიტანთ თქვენ ნაყოფიერებას, კი ბატონო. აქ უნდა გამოიყენოთ მე იცოდეთ გამოცდილება თქვენი. იცით რა არის გულწრფელობა მიფიქსირდება რჩევაში, გულწრფელობა, სიმართლე, რაღაც სწორად წარმოჩენა, სისწორე, სიმართლე რაღაც ამასთან არის. თქვენ თვითონ მასგენთ ახლა განმარტებები გააკეთეთ და ეს არის ასევე გამოცდილება. კი, ეს არის ასევე გამოცდილება, თქვენ გადახვიდეთ, ასე ვთქვათ, ნაყოფიერებაში. დღეისთვის სულ ეს იყო, იმედი ეს ინფორმაციები გამოგადგება, ჩემო კარგებო, მე გისურვებთ წარმატებებს, გადაშვილებებით. ვისთანაც დასასრულებელი არის დეკემბრის 15-მდე დასრულდება ყველაფერი. დასასრულებელი ვისთანაც მაქვს.